საღამო მშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, 25 თებერვალია, დღე 4 შაბათი, რაც იმას ნიშნავს, რომ არტისტული 4 შაბათი, სალომე ბაკურაძესთან ერთად დაიწყო ენერგიულად, დაიწყო იმ განწყობით, რომელსაც ელოდებით ხოლმე თქვენ ყოველთვის, ყოველ 4 შაბათს FM 105.9-ზე და მე გირჩევთ, რომ აუცილებლად გადაცემის ბოლომდე დარჩეთ, ეს პრინციპში ყოველთვის ასეა ისედაც, მაგრამ დღეს მარტო მუსიკაზე არ ვისაუბრებთ. ვისაუბრებთ ადამიანის წარმატების ფორმულაზე, ადამიანის ძალიან ბევრ შრომაზე, ადამიანის მიზნის მიღწევაზე, სიმღერის სიყვარულზე, მეგობრობაზე და ყველაფერზე. ეს ის თემებია, რომელზეც საუბრობდაც მე დავპატიჟე, ჩემი საყვარელი კოლეგა, მეგობარი ბექა ბროლაძე და ის უკვე ჩემი სტუდიაშია და ვინც თვალს გვადევნებთ, ხედავთ კიდეც ხოლმე ვინც გვისმენთ, მათთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ყველაფერი რაც ახლა ვისაუბრე, მას ეკუთვნის. ბექა ბროლაძე ჩემი დღევანდელი გადაცემა. ისეთი წარდგენა გააკეთე, რომ არ ვიცი რა ვთქვა რა. გაგაჟრიალა ბექა. დიდი მადლობა, მოგესალმები, სალომ. მივესალმები თქვენს რადიო მსმენელებს. მაყურებლებსაც შეგიძლია, რადგან სრულიად საქართველოს მასშტაბით ჩვენ ვაჩვენებთ მაგთის 53 არხზე. ასევე Facebook ლაივების საშუალებით ძალიან მაგარია და ასევე მაყურებელსაც მივესალმები და გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს წარმატებებს და ძალიან ვხვდები ამ სტუდიას. შენებური ენერგიები რო შემოიტანე, ეგ ძალიან მაგარია. ძალიან დიდი მადლობა შენო ჩემი დღევანდელი სტუმარი ხარ. ის რომ შენი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი ჩვენთან მოიტანე, ჩვენს რადიო მსმენელებსაც უნდა მოვასმენინოთ და ის რომ კიდე მიუხედავად შენი გადატვირთული გრაფიკისა და იმისა, რომ აგერ ძალიან მალე ფრენა გაქვს, მაინც გამოძებნე. და გრაფიკებიც აგერია, ხო? არაფერი არ ამირიე, ჩვენ ყოველთვის ამ დროს ვართ, აქ ვართ ყოველ 4 შაბათს, ასე რომ ეგ არაფერია, მთავარია შენ მოახერხე ჩვენთან მოსვლა და მე იმიტომ ვთქვი, რომ რაღაცა ბევრი რაღაც უკავშირდება შენს სახელს. ბევრი რამ უკავშირდება. ამ ბოლო დროს კიდე უფრო მეტსაც ვიტყვი, რომ სიმდიდრეც უკავშირდება და დაეიყოს ასე ეს ჩემი გაკუნია. თუმცა არც სიმდიდრე, არც წარმატება და ზოგადად არაფერი არ მოდის შრომის გარეშე და ეს ყველაფერი შენ ნამდვილად არ გაკლია. თუმცა ძალიან მინდა რომ დავიწყო ბევრად უფრო შორიდან. საიდან იწყებს ბექა ბროლაძე სიმღერას, ვინ აღმოაჩინა მასში ეს ნიჭი? არის თუ არა სიმღერა ის, რამაც შენ მოსვენება არ მოგცა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წელი შენ სხვა სფეროში მოღვაწეობდი, მუშაობდი. რადიკალურად განსხვავებული. ალბათ მეტყვი რომ ძალიან დიდი გამოცდილება მიიღე, რომელსაც ამ სფეროშიც იყენებ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მოწყვეტილი იყავი, ხო, ასე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში სცენა ჩამოშორებული იყო. და ეს იყო ძალიან რთული. იმის მიუხედავად, რომ მუსიკოსი, ხელოვანი ადამიანი, რომელიც შინაგანად გრძნობ, შენ ხარ გინდა სცენაზე იდგე, გინდა რომ სტუდიაში იყო, ბევრი მაგარი ახალი პროექტი და სიმღერა გააკეთო და ამ დროს მიდიხარ რაღაც ჰასტუხს იკეთებ და აკეთებ იმ საქმეს, რასაც აკეთებ და ნიჭიერად და ყველა ნიჭიერად და პატივისცემა ჩვენი ამ ადამიანის ფინანსია, მაგრამ ცხოვრება გამოწვევებით არის სავსე, მე ამას რაღაც გულის წვეტით არ ვამბობ. იმ სამსახურმა, სადაც მე მუშაობდი, ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. გამოცნო ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი და რავი, მე ღმერთს მადლობელი ვარ. თუმცა შინაგანად მე ყოველთვის ვიყავი მუსიკოსი და ეს ყველაფერი იწყება ძალიან ღრმა ბავშვობიდან. როცა ხმებშიც მღეროდი შენ და რა ვიცი. მე თავიდან გადაწყვეტილი მქონდა, რომ უნდა ყოფილიყავი პიანისტი.
მართლა? ოღონდ ამის რაღაც დიდი ამბიცია მქონდა, მე დავამთავრე მუსიკალური 10 წლები, საკმაოდ წარმატებულად მქონდა ჩემი სოლო კონცერტებიც კი, საფორტეპიანო მიმართულებით. მოიცა, ნელ-ნელა მეგონი არის ეგენი. არა, საფორტეპიანო ვიცოდი. მუსიკალური განათლება შენი sagundot საგუნდოსადრიშო. ყველაფერი ვიცი, მაგრამ სოლო კონცერტები ეტყობა რა. კი, არ დამპატიჟებექა ეტყობა. ალბათ, აი ძალიან პატარა, ძალიან რა, 10-12 წლის ვიქნებოდი, როცა მე უკვე ისეთ დიდ საკონცერტო დარბაზებში მქონდა ჩემი საფორტეპიანო კონცერტები, ოროიალზე უკრავდით ხოლმე, ეს რაღაცა დიდი ექშენი იყო ჩემთვის მახსოვს, ჩემს პედაგოგთან ერთად, მარინა ბარბაკაძესთან ერთად აქვე მოვიკითხავ, რომ ამ ადამიანმა იმ მთელი სული, გული, ენერგიები ჩადო იმისათვის, რომ მე რაღაცა ესეთი კარგი პიანისტი უნდა ყოფილიყავი. თუმცა რაც არ უნდა გულდასაწყვეტი იყოს, მე მაინც მინდოდა სცენა, მინდოდა სიმღერა, პოპ მუსიკა და აი გაგიჟებული ჯექსონის ფანი ვიყავი მთელი ცხოვრება და უსმენდი რეიჩელ ფერეს, სტივ ვანდერს და აი მომწონდა რაღაცა ეს სცენა და ის ემოციები, რაც მე და შენ არაერთ ტურნეში ერთად ყოფილვართ და ძალიან სასიამოვნო ეს ყველაფერი და ერთ დღესაც გავიღვიძე ესე ბანალურად რო ვთქვა და მივხვდი რომ მე აღარ მინდა ეს კლასიკური მუსიკა და აღარ მინდა ხო ანუ იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ შრომას მოითხოვდა დღეში დაახლოებით 5-6 საათი ვიჯექი ხან მეზობელი მიკაკუნებდა გეყოფა თუ ბევრი რაღაც იყო მაგრამ ნუ ძირითადად ალბათ სურვილი აღარ მქონდა და მაშინ გამოცხადდა ჯასუ კახიძე აკეთებდა უდიდეს კაპელას ვატოსთან ერთად და გელა ფარჩუკიძესთან ერთად ვაშთა კაპელა რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ ძალიან დიდ საფეხურზე ანუ მსოფლიო დონის მუსიკოსები ჩამოდიოდნენ გახსოვს შენ მაშინ ნინო სურგულაძიდან დაწყებული ნუ არ ვიცი ახლა რომელი ერთი ვახსენო და თუმცა ამ კაპელას ჰქონდა ძალიან სერიოზული მოთხოვნები უნდა გწოდნოდა ნოტების კითხვა ნოტს მოგაწვლიდნენ ხმებში სიმღერა ანუ ეს ახლა ეს სიტყვა ძალიან მარტივია შენ რა თქმა უნდა ყველაზე კარგად მიხვდები რაზეა საუბარი და ესე დიდი ამბიციებით და სურვილით მივედი და ვიმღერე. აი, ვინ დაყვება პატარა ბექას ამ სურვილებს? ვინ არის? დედა არის, რომელიც დედა ჩემი იყო, მაშინ ჩემი პროდიუსერიც, მენეჯერიც, ესეთი დამხმარეც, დამფინანსებელიც მათ შორის და ესე მოვხვდი ამ კაპელაში და რამდენიმე თვეში მე გავხდი ამ კაპელის სოლისტი. მართლა სოლისტიც იყავი. მე ვიყავი სოლისტი. 7 წელი დავდივდი ჯანოსთან. ეს იყო, ნუ ჯანო იყო ჩემთვის ყოველთვის ეტალონი მუსიკის უძვირფასესი ადამიანი. და ეს პატარაობაში, ნუ ახლა ამ გადმოსახედიდან ბუნებრივია, რაც უფრო გაიზარდა, მაგრამ მაშინვე გქონდა ეს განცდა, რომ აი ძალიან დიდს ხვდები და დიდთან გაგშეხება, ეს შეგრძნება გქონდა? ეს მქონდა და ეს რა იყო, იცი, ზოგს ხო ეს აბნევს, მე პირიქით ვიყავი, აი გასმაგებული ენერგიებით ეს რაღაცა ბედნიერების იმპულსები მქონდა, რომ მე ბექა ბროლაძე პატარა ბავშვი 12 წლის გავარ ჯანო კახიძის წინაშე და ჯანო გეუბნება რომ შენ იქნები სოლისტი. ნუ ეს მე გამოიკვეთა რა თქმა უნდა. და იყო ძალიან დიდი შერჩევა მახსოვს, იმიტომ რომ რაღაცა 500 თუ 600 ბავშვი იყო სადაც მოისმინეს. და რამდენი აირჩა? მე მგონი 25. და ამ 25 კაცში მე მოვხვდი, ანუ ვიყავი სოლისტი. 7 წელი მე გავატარე ზღაპრული მუსიკალური წლები ჯანოსთან, მე იმ პერიოდში სამწუხაროდ ჯანო გარდაიცვალა და ვატო ჩაუდგა ამ ყველაფერს სათავეში გელა ფარჩუკიძესთან ერთად და ნუ მე რაღაც ისე მოხდა რომ მე დაიშალა ეს კაპელა, იმიტომ რაღაცა ინტერესები სხვა იყო და მაგრამ მე მომცა დიდი მუსიკალური განათლება, შეხედულებები სხვანაირი ჩამომიყალიბდა, მაგრამ სად მივედით? მე მაინც მინდოდა პოპ მუსიკა. ნუ ესე აი შვები ესე. ხო, ან მე ეგეთი ხასიათი მაქვს, ხო ხომ იცნობა ახლოს, ეს მე თუ რამე მიზანი დავისახე, აი არ ვიცი, ალბათ რო იტყვა სიცოცხლის ფასად დაგიჯდება და ამას მაინც, ანუ არ ვიცი, შეიძლება ცუდიც არის, შეიძლება კარგიც არის, მაგრამ ანუ კარგი ის არის, რომ არ ვიშურებ არაფერს, არ ვიღლები, შემიძლია დღეები არ დავიწყო.
ამ დროს მოხდა ისე, რომ რუსთავი ორმა გამოაცხადა პროექტი ვარსკვლავების აკადემია. და ესე პირდაპირ ესე შევაჭერი მარინა ბერიძესთან და მეთქი მე მინდა რომ შოუ ბიზნესში ჩემი ადგილი დავიმკვიდრო და მარინას ცოტა მიხვდა რომ თან ცოტა გიჟიაო ესო და ეხლა მარინას ხო არ უყვარს ვატალაგებული და კაი გაგებით ხალხი და მეთქი მარინა всё მე მოვედი და მახსოვს მან ვიმღერე ლილიკონებსაძე სიმღერა ქართული უნდა მემღერა სიმღერას ბედავდი მაია ჯაბოვასთან დუეტი მერაბსეფაშვილის და იქ ამიყვანეს ამ პროექტში და მან დიწყება ის რაც იწყება შენი სურვილების ასრულების წლები დაიწყო ეს იგი არ შეეშვი არაფრით კლასიკური მუსიკას სხელიკარი იმისთვის რომ კარი ნამდვილად გემღერა შემდეგ საგუნდო გამოცდილებას და სადაც პრინციპში არ ვიცი რამდენად შენით მაგრამ ყოველ შემთხვევაში შიგნიდან მაინც ეს გინდოდა მე ვხედავთ იმის რომ ესეთ კორიფესთან ამიტომ რაც გინდა ის უნდა აკეთო ადამიანი მე მაშინ როცა ამ ყველაფერს ვაკეთებდი მაშინაც მინდოდა ესე ძალით არავინ მეუბნებოდა რომ შენ საგუნდო სადირიჟოროზე უნდა ისწავლო შენ კაპელაში ხმებში უნდა იმღერო ეს რაღაცა მე მგონია რომ რაღაც თავისით მოხდა ჩემი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე რომლებმაც სერიოზული ბექგრაუნდი დამიტოვეს რაც ნუ მე იმ პოპ მუსიკაშიც გარკვეულწილად გამომადგა გარკვეულწილად არა ხო პოპ მუსიკაზე და დიდი კვალიტატობა ჩემს არ უნდა დავამკვიდროთ ეგ შეხედულება რომ არის ზედაპირული და მარტივი მუსიკა უბრალოდ პოპულარული მუსიკაა და ამიტომ აერთიანებს ძალიან ბევრი პირიქით რა ჯობია ამას როცა ბევრი ჟანრის ცოდნას აერთიანებს და ბევრი ჟანრის სიყვარულს და გამოცდილებას ამიტომ ყველაფერი აუცილებლად გამოგადგებოდა შენ მაგრამ აი მე რა მოხდა რატო რაღაც არ მომწონს სიტყვას რომ ამბობ რატო ჩამოშორდი ჩამოშორდი იმიტომ რომ მე მქონდა ძალიან რთული პერიოდი დაახლოებით 3 წლის განმავლობაში არ მინდა დეტალებში ჩაკმავება თუმცა რთული პერიოდი ალბათ ყველა ადამიანს აქვს ანუ იქ იყო როგორც ფინანსური სიდუხჭირე იმიტომ რომ მოგეხსენება ხა ამ სფეროში ესე არ არის ერთხელ გაგიკეთებს ადამიანი ორჯერ პატივს გცემს მესამედად გცემს მაგრამ ამით ვერ განვითარდები ანუ ამ ყველაფერს ჭირდება საკმაოდ ისეთი ინვესტირება იმიტომ რომ ხარისხიანი ყველაფერი ძვირია ეგრეა ხა რაღაც არ მინდა რაღაც ფინანსებზე გავამახვილო ყურადღება მაგრამ რაღაცაი თითქოს ყველაფერი მე მანდ მიდის და მე როცა ნუ რაღაცა ოჯახური პრობლემებიც ჰქონდათ ჩემთან ოჯახში ბევრი მიზეზი იყო სამაგისო და პლუს ძალიან ცუდად ვიყავ და პრიორიტეტი შემეცვალა და მე ესე ჩამოვიშორე ყველაფერი იმიტომ რომ ამ პროექტის მე ძალიან დიდი ну როგორ თქვა ძალიან პოპულარულები ვიყავით ანუ ზოგადად ეს პროექტი ძალიან რაღაცა მაშინ არ იყო ეს სოციალური ქსელები 2008 წელი მე ეს ომიც დაიწყო ანუ ეგეც იყო ამ ომის მერე ну ეს რაღაცა რეალიტის ელემენტები იყო და თან მუსიკალური შოუ და ეს პირველი იყო და ეს იყო ну აი ძალიან დიდი ექშენი ქონდა მე მახსოვს რომ კონცერტის მერე ხალხი რაღაც ესე პეკინზე მოვიდა და რაღაც ანუ კორპუსებიდან გადმოდგრები სკანდირებდნენ და მანქანების კოლონები მოყვებოდა და ну ხო ეს ყველა პროექტა ესეთი გამოხმაურება ქონდა ძალიან იყო ყველა ჩართული ახლა თითქოს რაღაცა გადანაწილდა რაღაც ყველას თავისი მსმენელი ყავს ყველა რაღაც თავის მაყურებელი გადაჯგუფება მოხდა და მაშინ რაღაცა საერთო ინტერესი იყო და ყველა თვალი ერთ პროექტზე დაახლოებით ეგ ამბავი და ალბათ ეგ იყო მე დამსახურება რომ ჩვენ რაღაც არ მინდა ეს ხმამაღლა გაომეილოს საგამ რაღაც ამ პროექტის გამორჩეული მუსიკოსები დარჩნენ ამ სფეროში თუმცა ნუ მე უკვე სადავეები ეხა ამ ხელა ტელევიზია რომ ზურგს გიმაგრებს და 24/7-ზე რო ეკრანზე ხარ ეს კარგია რა თქმა უნდა და საჭიროც არის მაგრამ ეს ყველაფერი რო რჩება ეს პროექტი მთავრდება მაგ დროს რა ხდება ესე იგი რა უნდა ქნა ანუ ორი არჩევანი გაქვს ან მიდიხარ სახში ჯდები მეგობრებს ურეკავ და აგზელებ სტანდარტულ ცხოვრებას თუმცა მეგობრებს გარანტიად მნიშვნელობით არ გულისხმობ. ნუ რაღაც ანუ ეთიშები ამ ყველაფერს ან დასაკეთებ რეკავ საინტერესო მუსიკოსებთან, მიდიხარ საინტერესო სტუდიებში და იწყებ მუშაობას. აი მან მივედით ზუსტად ასე ვახსენე. და თანაც ხო იდეაში კი ბატონო.
ამ ყველაფერს სკოლა ჭირდება. სკოლაში უგულისხმობ ყოველთვის მიწევს ხოლმე ამაზე ლაპარაკი ჩემს სტუმრებთან ერთად ის ინდუსტრიის არქონა რომელიც პროდიუსერებს, პრომოუტერებს, იმ ადამიანებს, რომელზეც ყველაფერი შენი საზრუნავი არ არის შემსრულებლის. ამიტომ აქ რაღაცა მთლიანი ჯაჭვია, რომელიც სამწუხაროდ ჩვენთან გაწყვეტილია ეს ჯაჭვი და თუმცა უნდა აღვნიშნო ერთი რაღაც, თუ მომცემ ამის საშუალებას, აი იმ რთულ პერიოდში ეხლა რაღაცა ძალიან გულახდილი რატო ვარ შენთან არ ვიცი ეს შენი ბრალია მე მგონი ეს ენერგეტიკა მოდის ეგეთი როგორც ყოველთვის და აი იმ პერიოდში როცა ეს პროექტი დასრულდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ნაბიჯი რა იყო რომ მე ამ დროს გამოვეთიშე რა როგორც ყველა გამოვეთიშე ამ მუსიკალურ პროექტს ქუჩაში ვერ გავდივარ ნუ ხალხი ნუ სტანდარტულად ფოტოს იღებენ რაღაც ის და რა უნდა გავაკეთო? ვერაფერს ვერ ვაკეთებ. ანუ ვერ ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას ბევრი რაღაცის და გამო. ნუ საათას ვერ მივდივარ ელემენტარულად. რაღაცას იქ სიმღერას ვერ უყვეთავ. თან ვარსკვლავური გარემო გაქვს შექმნილი უკვე და ის გაქვს. და უფრო დავიწროვებული ხარ, ხო, შებოჭილი ხო, ეს იმას კი არნიშნავს, რომ მე იმ დროს რაღაც თავში ამივარ და რაღაც. უბრალოდ ბევრი რაღაცის გამო, ნუ მოდი პირდაპირ თქვა არ არის მოსარდები, ანუ რაღაც სიდუხჭირის გამო ვერ გრძნობ თავს კომფორტულად. ელემენტარულად ტაქს ვერ იძახებ რაღაცა ან ხო ხტები და რა ხდება ამ დროს და ამიტომ არის რომ ჩემ ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები რომელი ადამიანებიც ეხლა არიან ჩემი ოჯახის წევრები ოღონდ და მოხდა ესეთი რაღაც ჩემს ტელეფონზე რეკავს დავხედე ნომერიც არ მეწერა მაშინ და ავიღე და გამარჯობა ბექა მე ვარ მაიკო კაჭკაჭეშვილი, ეს არის 2009 წელი. მე ვიცი, ახლა ყველაფერი არ მინდა რაღაც დეტალებში ჩავიდე მეუბნება. და ესო პეროვზე ვზივართო მე რატი, მაკა, ნუ მაშინ რატი და მაკა იქ მუშაობდნენ ეგ პერიოდია და შენ ეხლაო ტაქსი გამოიძახეო, ჩაჯექიო და აქ მოდიო. მე აქედან წავალთო სანო სტუდიაშიო, მაშინ სანოში რა ამბები იყო ხო გახსოვს და სანოში წავალთო და მე შენთვის უნდა შევქმნა სიმღერა. ანუ ზუსტად ეს ფრაზა არის. ეხაც რომ ვიხსენებ, აი, არ ვიცი, ამხელა ბედნიერება, ამხელა გვერდში დგომა, ამხელა, ანუ ესე მარტივი არ არის. ყველაზე მეტად ჭირდებოდა იმ მომენტში. კი. ის გაგონებაც გინდა. ზუსტად ქრონოლოგიურად წავედი, რა თქმა უნდა, კი არ წავედი, მივფრინავდი. რომ ანუ მაიკო ჩემთვის იყო, ანუ ყოველთვის უდიდესი მუსიკოსი აქვე მოვიკითხავ. და ჩემი პირველი ხიტი იყო მომეცი შანსი, რომელიც მე პატაცურიებ გამიკეთა არანჟირება ისი ძალიან დიდი მხარდაჭერით და ამ ადამიანებმა მომცეს დიდი რაღაც ტრამპლინის საშუალება, რომ ბექას უკვე თავის ექსკლუზიური სიმღერა ქონა, ბექა რაღაც ქავერებს აღარ მღეროდა, იმიტომ რომ ბექას არ ქონდა მაშინ სიმღერა, თავისი პირადი. და ისე წამოვიდა მე ამ სიმღერიდან კონცერტები, ქონდა ტურნეები, კი გახსოვს და აი ეს პირველი სიმღერა აღმოჩნდა ჩემი ბედნიერების რაღაცა ესეთი დასაწყისი და მე გავავლო ეხა პარალელი დღეს სად ვარ ისე მაიკოსთან ერთად ვარ ოღონდ უკვე უფრო მასშტაბურ ჭრილში ეს მასშტაბური ჭრილი ძალიან მაინტერესებს მაგრამ იქამდე არ მინდა რომ რადგან აუცილებლად ვისაუბრებთ იმ სტუდიაზე და იმ რაღაცა უამრავ მოზარდზე და ადამიანზე რომელიც თქვენ სტუდიაში მუსიკალურ განათლებას იღებს და მე ვიდეოებსაც თვალყურს ვადევნებ ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ იქამდე მინდა რომ ახალ სიმღერაზე ვისაუბრო რადგან ამ ბლოკის დამთავრებამდე ცოტა ჯერ რჩება და მინდა რომ თან ეს მოვასწროთ და თან დავუტოვო აუცილებლად ერთგვარი რადიო პრემიერა ჩვენს ტალღაზე რადიო მსმენელებს სიმღერა და ვიდეო რომელიც შემოგთავაზე შენს მეგობრებს, შენს გულშემატკივრებს, მსმენელებს. ესეც მაიკოს სიმღერა. ეს არის სიმღერა. ახალი სიმღერა მაიკო კაჭკაჭაშვილის, მაიკოსთან სულ განვიხილავ ხოლმე, რომ აი ეხლა რა შეიძლება გავაკეთო. მე არ ვარ ის ადამიანი და ის მუსიკოსი, ის შემსრულებელი, რომელიც რაღაც რო არ ეკითხებიან. მე პირიქით მომწონს. მე შეიძლება შენ დაგირეკო და მეგონი დამირეკია კიდევაც რაღაც ჩემებზე. მეც მიყვარს პირიქით ძალიან. ხო, ანუ მე ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო, ანუ ბევრი
სწორი ყურის, ბევრი გემოვნებიანი შემსრულებლის, მით უმეტეს იცი რომ შენი გულშემატკივარია და სწორად შეაფასე. შეიძლება მითხრა რომ არ ვარგა რა და ცოტა რაღაცა სხვანაირი მიმართულებით გააგრძელე და ესე სულ ეკითხები ხოლმე და მაიკოს უთხარი რომ მე მეთქი გადავწყვიტე რომ ის ჩემი რაღაც პაუზები რომელიც მქონდა ორი დიდი პაუზა მქონდა თუმცა რაღაცაერად მაინც არ ვჩერდებოდი სულ რაღაცას ვაკეთებ არა ამ სფეროდან და ჩვენი და უშუალოდ თვალსაჩინიდან არ გამქრალ ხარ რა თქმა უნდა მაგრამ ნუ გულისხმობ რომ ის აქტიურად გამოჩენს და დაურეკე და მეთქი ანუ უნდა გავაკეთოთ სერიოზული პროექტი შენ იქნები სხვათა შორის ექსკლუზივი შენი იქნება მე მომავალ წელს გადავწყვიტე რომ გავაკეთო ჩემი დიდი კონცერტი. ოღონდ ეს არ იქნება რაღაც ფილარმონიის და რაღაც ორკესტრის და შემდეგ თუმცა დიდი სიამოვნებით. ეს იქნება უფრო რაღაც ჩემს იმიჯთან, ჩემს რეპერტუართან რაღაც შეხამებული, ბალანსში მოსული კონცერტი, რომელსაც ვფიქრობ რომ ანუ საკლუბო კონცერტი იქნება. აი მე რა კარგია. კი, ოღონდ მინდა რომ იყოს რაღაც შოუს ელემენტებიც, იმიტომ რომ მე რაღაც კარგადაც მოძრაობ და ასე შემდეგ და აი მას გაცლევ ამ ინფოს შენთვის და აი ზუსტად ამ მომავალი წლის ჩემი კონცერტისთვის ვიწყებ აქტიურ მზადებას. კი, უკვე ორ ახალ სიმღერაზე ვმუშაობთ, ასევე რუსა მურჩილაძის ერთ სიმღერას ველოდებით და რუსა აქედან კიდევ მოგმართავ ცხოვრით და ველოდები ასე ვთქვა და ვიცი რომ ძალიან იქნება და ჩავწერეთ ეს სიმღერა, სიმღერის სახელწოდება არის სიყვარულის ისტორია და ნუ გარკვეულწილად რაღაც ჩემს რაღაც ბექგრაუნდთანაც ასოცირდება. არანჟირების ავტორი რო არ აღვნიშნოთ ჩვენი ბორიკო შხიანი, უძვირფასესი ადამიანი. საოცარი ბექ-ვოკალები დათუნა ლაზარიშვილი და თამთა ჭელიძე, ბრაუ რეკორდს უდიდესი მადლობა. და ნუ ვიდეოც უნდა აღინიშნოს, იმიტომ რომ ვიდეოს შორის ვიცი რა მით უმეტეს ის შემოქმედებითი ჯგუფი რომელიც ახლა ახსენე ჩემთვის არ არის ახალი და პირდაპირ ველოდები ხოლმე მათგან კარგ ნამუშევარს და ხარისხს და ყველაფერს კარგს. ამიტომ ეს მოლოდინი რაც იყო და ვიდეოსთან დაკავშირებით არ ვიცოდი რა მოლოდინი უნდა მქონოდა ზოგადად არ ვიცოდი თან რა მოლოდინი უნდა მქონოდა და ძალიან მომეწყონა მოგწერე კიდეც და გითხარი კიდეც რომ მომწერე და შენი ტექსტი რო წავიკითხე იმდენი აი რა იგრძნობოდა იცი აი შენიანად რომ მიგაჩნია ადამიანი და ნამდვილად რო გიხარია იმ ადამიანის წარმატება ამას შენგან ყოველთვის გუძლებდი მთელი ამ 15 თუ 20 წლის განმავლობაში მაგრამ აი ეს მე იმდენი დადებითი ემოციები მივიღე ამ პროექტთან დაკავშირებით სიმღერა თავის კლიპთან იმიტომ რომ ეს კლიპი არის დამსახურება იმ ადამიანების რეჟისორი არის თათა მეტივიშვილი. ესე იგი გოგოების კასტი რო შეიკრიბე ხედავ ამბავი და ანუკი ტაბატაძეს მინდა უდიდესი მადლობა მოუხადო აი ფილმური კლიპის იდეის. ეს არ არის მათი პირველი ნამუშევარი? არა, ჩვენ უკვე მესამედ თანამშრომლობ, მე მესამედ თანამშრომლობ ამ გუნდთან და ეს ადამიანები არიან აი კინორეჟისორები არიან, ანუ კინოფილმებზე მუშაობენ და ზუსტად ეთყობა ამ კლიპსაც, რომ ეს რაღაც ფილმური კლიპი არის. და სალომე საღარაძეს ოპერატორს, რომელმაც, ну, არ ვიცი, აი, ეგეთი ენერგიები, ეგეთი იდეები, ეგეთი გადაღების სპეციფიკა, ну, რა ხარისხის აპარატურებზე საუბარი აღარ ვამბობ. და ну, ყველაზე მეტად თამამად მინდა აღვნიშნო, რომ ანუ ეს არის აი მართლა ძალიან მაღალი ხარისხის ვიდეო. და ну შესაბამისი გამოხმაურებაც მოყვა ალბათ. ძალიან კარგი. და მე ვარ ძალიან ბედნიერი. მეც მინდა რომ მოგილოცო ეს ნამუშევარი და მეუხედავთ იმისა რომ ვიდეო შეიძლება ვერ ვაჩვენოთ ჩვენს რადიო მსმენელებს და მაყურებლებს სიმღერას ნამდვილად დაუტოვებთ და ჩვენს ტალღაზე ეს პრემიერა იქნება. სიმღერას ქვია სიყვარულის ისტორია. სიყვარულის ისტორია ბექა ბროლაძისგან. დაგიბრუნდით ძვირფასება, იმედია ისევ ჩვენთან ერთად ხართ და ამ განშორებამ თქვენზე ცუდად არ იმოქმედა, რადგან ჩემს სტუმარს დღევანდელს რა მთელი ცხოვრება გადმოვალაგებინე თურმე ეგრე გამოვიდა. კი,
ხუმრობით, ხო, ხუმრობით ეს ყველაფერი რა თქმა უნდა კიდევ ბევრი აქვს ბექას სასაუბრო და ის თემები, რომლებიც მე ბოლოსკენ მოვიტოვე. კიდე ეს სტუდიაზე რაღაცა ფეხს ვივითრევ მაინც და მაინც, იმიტომ რომ დიდი თემა მგონია და მინდა რომ დრო დაუთმო და იქამდე ძალიან პატარა კითხვაა პრინციპში, როგორ რეაგირებ ხოლმე შენზე რაღაცა მოტანილ ამბებს, ჭორებს, ასე ვთქვათ, რაღაცებს, როგორ რასახვედრებ? ადრე, ძალიან რთული იყო რა, იმიტომ რომ რაღაცა შენ თავზე იგებ ისეთ რაღაცებს, რომელიც იმდენად არანაირ რეალობასთან უახლოს არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე ეს რაღაცა პირიქით ამ ჩვენი ცხოვრების ბოლოდროს ბექა შენს ასე ვთქვათ დიდრულ ცხოვრებაზე, შენს ვოიაჟებზე, შენს ბევრი იწერება და ბევრიც მესმის. პრაივეტ ჯეტი რომ ყავს შენ გაიგებ. ხო და ერთხელ იქნებ რაღაცნაირად მეც. ყიფშიძეზე ჩაფრინდება ხოლმე, ჩავსხდები და მე პირდაპირ მივფრინავ. მოკლედ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი შენ ახალმა სამსახურმა, რომელიც ძალიან დაკავებული ხარ და რომელიც არის საერთაშორისო კომპანია არის, სადაც მე ჩემი გამოცდილებით, ჩემი ბანკის უდიდესი გამოცდილებით რაღაც ფინანსები, უცხო ენა, ჩემი კომუნიკაციების მენეჯმენტი და ბევრი რაღაცა. და აღმოჩნდი ამ ადამიანებისთვის ძალიან საინტერესო კადრი, რომელსაც არაერთ ქვეყანაში უშვებენ კომპანიის ხარჯებით, აქვე აქვე და არა შენი პრაივეტ ჯეტი. არა აქვს ეგეთი შესაძლებლობები სამწუხარო და ამ ეტაპზე მინდა რომ იყოს. ალბათ იქნება და ბექა ჩადის ამ სხვადასხვა ქვეყნებში, აკეთებს ძალიან ბევრ საორგანიზაციო საქმეს, მათ შორის უამრავ შიდა პროცესს, რომელიც ამ კომპანიას ჭირდება და მის საქმიანობას. ეს არის IT მიმართულებით კომპანია, რომელიც არაერთ მომსახურებას უწევს ძალიან ბევრ საინტერესო კომპანიებს და მე ძალიან ბედნიერი რომ ვარ ამ კომპანიის ნაწილი, მყავს ძალიან მაგარი. ალბათ მგონი ეს ყველაფერი შენი LA-ში მოგზაურობიდან იწყება, ფოტოების მერე ატყდა ერთი ალიაკოთი რომ. იმიტომ რომ შეფოიცი ჩემი ოცნება რო იყო ამერიკაში. ბექას თავს და კი იქ მეც ვნახულობდი ხეივანზე შენს ფოტოებს, ვარსკვლავურ ხეივანზე და აი ამის მერე რაღაცა აღარ გაგაჩერდა ეს ყველაფერი. არა, ეხლა ვიყავი ამერიკაში. არა, გულისხმობ რომ ეს აქედან მოდის ეს მანდედან მოდის ჭორები კი არა, მოკლედ ეს ინტერესები და ეს მეც ცოტა გაკვირვებული ვარ მაგ ყველაფრით, მაგრამ მოგწონს და ესე იყოს და მივედით სტუდიას მოკლედ. სტუდია რომელიც დიღომში მდებარეობს. რამდენი მოწაფე ყავთ, უნდა გააჟღერო, ისე არ იქნება ალბათ, იმიტომ რომ ისეთ რაოდენობაზე ხარ გასული, რომ შენ და მაიკო კაჭკაჭიშვილი 300+ მოწაფე. ხერთო ჩემო. მე ვარ აი უზობოდ ბედნიერი ადამიანი, რომ ჩემი და მაიკო კაჭკაჭიშვილის ერთობლივი კოლაბორაცია ხალხო აღმოჩნდა. არ ვიცი, ამას უკვე რაღაც წარმატებასაც ვეღარ დავარქვევ. ეს არის რაღაც ფეიერვერკი, იმიტომ რომ თუ მე მთელ საქართველოს თუ არ ვიცი 80%-ს იმ მუსიკით გაჯერებულ ახალგაზრდებს და არა მარტო ახალგაზრდებს ამხელა დონის სიყვარული ქონდეთ ასეთი დიდ მუსიკოსთან როგორიც მაიკოა, მე ეს კი ვიცოდი რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ამ ყველაფერს რაღაც რეალობაში ხედავ. არ ვიცი, ეს არის ბედნიერება და მეტი არაფერი და ნუ მე და მაიკოს კოლაბორაცია არის ეს სტუდია. უკვე მეხუთე თვეა რაც ხო, ეს ის შემთხვევა, როდესაც შენი იდეა იყო და შენ დაურეკე მაიკოს ბევრი წლის შემდეგ, როცა შენ ძალიან გჭირდებოდა მაიკოს ზარი, მერე აი ესე განგებამ დაუბრუნა მაიკოს. ანუ ჩემი იდეა იყო რაღაცა მაგარი გაკეთება. თანამშრომლობა რამე ფორმით მაიკოსთან. კი ბატონო, მაგრამ კონკრეტულად სტუდიის გახსნის იდეა ეს იყო მაიკოსი. რომ მოდი გავაკეთოთ მუსიკალური აკადემია. იმიტომ რომ რაღაცა სტუდია ცოტა ვიწრო იმაში ჟღერს ჩემთვის და იმიტომ რომ მივხვდი რაღაც 20-30 ბავშვი არის სწავლება. ეს არ არის მხოლოდ, ანუ ჩვენ ძირითადი მიმართულება არის ვოკალი, მაგრამ ჩვენ ასევე თამამად უწევთ საპროდიუსერო საქმიანობას, ვისაც სურს სიმღერის ჩაწერა, კლიპის გადაღება, პრომოუშენი, ამ ყველაფრის მიწოდება მაყურებლამდე და ჩვენ უკვე ყავს პოტენციური
ძალიან ნიჭიერი შემსრულებლები, რომლებმაც არაერთმა გამოთქვეს სურვილი და უკვე ერთ-ერთ პროექტზე ვიწყებთ ახლა მუშაობას და რაღაცა ანუ მგონია რომ ძალიან მაგარი ბავშვები არიან ჩვენთან და ეს ბედნიერი სახეებით რომ მოდიან და ანუ რო გიყვარ შენი საქმე და იქ ხარ სადაც ხვდები რომ ძალიან მაგარი რაღაცეები შეიძლება მოხდეს. კი, მე თითქმის ყოველდღიურად მე როცა საქართველოში ვარ და ნუ ეს არც ისე ხშირად ხდება, ვარ მაქსიმალურად ჩართული, თუმცა ნუ თითქმის ყოველდღიური შეხება მაქვს მივდივარ ეგ. აი სათითაო დეტალიც კი შემიძლია რომ გავაკეთო. აი რაღაც დავარ და შემიძლია ის აბირო. ნუ ძალიან რომ გიყვარს. ხო, იცი რა, შენი საქმე უნდა აკეთო შენ. ესე არ არის, რომ რაღაც ონლაინ მხოლოდ. არა, ამიტომ მეც და მაიკოც ესე რაღაც უხელში ჩაუდექით ამას სათავეში და მაიკოს მინდა ამისთვის უდიდესი მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ მაიკო არის სხვა მაიკო. აბსოლუტურად. კი, მაიკოს ძალიან უყვარს. ნუ თავისთავად მთელი მისი ცხოვრება არის სიმღერასთან დაკავშირებული და ეს არის მისი მასაზრდოებელი და ამით ცხოვრობს და კი ძალიან უყვარს აქ პოულობს ყველაფერს. და მე მიხარია ის რომ მაიკოა ბედნიერი. აბა რა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემით მოგკითხვა ჩემგან მაიკოს და კონცერტიც გაქვთ. ორი კონცერტი ჩავნიშნეთ უკვე, ერთ-ერთი იქნება თბილისში და მეორე კონცერტი იქნება ბათუმში, საზაფხულო თეატრში, დიდ მასშტაბურ კონცერტი ჩავნიშნეთ უკვე. კი, ივნისში იქნება, ივნისის ბოლოს ერთი დიდი კონცერტი თბილისში და საზაფხულო თეატრში უკვე ბათუმში იქნება 31 ივლისს და თან ახლა მაიკო ბათუმელია და ნუ მთელი ბათუმი და ზღვისპირეთი ელოდება მაიკოს აი შემოქმედებით იმას აქვე ნაშრომს რომ ხალხს ესე მასშტაბურად ვაჩვენოთ და მიდის ახლა ამაზე მზადება. ძალიან კარგი. ხო არ არის რამე ისეთი კიდე რაც ამდენ საუბარში გამორჩა და მე მგონი არაფერი ხო? ამდენი და ასეთი გულახდილი ბოლოს როგორ ინტერვიუში ვიყავი არ ვიცი და დიდი მადლობა შენ ამისთვის. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ჩემი სტუმარი იყავი, მინდა რომ წარმატებები გისურვო ყველანაირ საქმიანობაში, შენ სამსახურში, შენ შემოქმედებით გზაზე. ყველგან მოკლედ, მინდა რომ ის რასაც შრომობ, ის შემართება რაც გაქვს და არც არასდროს დაგიკარგავს, ცხოვრების ბოლომდე აი ესე იყავი ყოველთვის აი ამ განწყობით და აი ამ ჟინით. დიდი მადლობა. მინდა რომ მადლობა გითხრა კიდევ იმისთვის, რომ ჩემი სტუმარი იყავი და კიდევ ერთი შენი ნამუშევარი მინდა დავუტოვო ჩვენს რადიო მსმენელებს და მომდევნო 4 შაბათამდე დავიმშვიდობო აქვე. შენც და ჩვენს რადიო მსმენელებსაც კიდევ ბექა ბროლაძის ერთ-ერთ ნამუშევარს საჩუქრად ჩვენგან.